მთლიან პროცესს ავწერ. რა ვხელა, ვაღდი დაატირე. всё, შევინახეთ. შრომატევადი ამბავი ეს ყველაფერი. მაგრატელი მაინც ყველაზე მაგრად მუშაობს. შეხედეთ რა ვიძია. და რო დღეს რო გადაუსვო. შრომასთან და თიცუს ვიდე რომ ვარ თვალებია. ამას ვერ ერთ კაი ფიცარს მოუნახო. დავარჯი. გამეიწერეთ არხი. ვარო ბიჭები. რა ფერ გავაკეთოთ? ქარიყლაპიდან ფიტული. ქარიყლაპის თავიდან. ასე რომ მთლიან პროცესს ავწერ. თავიდან ბოლომდე. პირველ რიგში საჭიროა თავი. და მერე დანარჩენი. თავი თუ გვაქვს, ესე იგი ფიტულიც იქნება. რა თქმა უნდა, დიდი უნდა იყოს ტროფეი. ეს გიას დაჭერილი ქარიყლაპია. ნახე თუ არ ეკორდა. რა ვხელა, ვაღდი დაატირე. დავარჯი. იმ გაგიმარჯოს ვერ. ვიცოდი. ფეროსტრო. მოგრე თავია. ერთი. ორი. სა. აბა ამაზე დიდი დავიჯირო ხა. აბა ამაზე. და გადავწყვიტე ფიტულების გაკეთება. და მერე მომავალში შეიძლება იგიც ჩავასხა, სმალაო თუ რა ქვია იმას. პირველ რიგში უნდა ვნახოთ რამე სათავსო. რო შეეტიოს ეს თავი. და რო დაფაროს. და ამაში ვასხამთ მარილ წყალს. მარილ წყალს. ყველაფერს განახეთ. მარილი ბევრი თვითონ არ აუშვებს. თავარია გიხსნას წყალში. და უღრებ სანამ არ გიხსნება მარილი ბოლომდე. ბოლომდე უნდა გიხსნას და ჩავდე ჩინი ხელი ამ თავს. შევამოწმე და თუ გახსნილი ბოლომდე, აღარა მარილი. კაი. და ჩავდოთ თავი შიგნით, მარილ წყალში. თავარია დაფაროს რა. თუ არ იფარება, რამე დაუდო ზევითარ. მაგრამ მე სახურავი მაქვს. და უფრო განაღდებული იქნება ეს ამბავი. შეხედეთ, ესაა მნიშვნელოვანი მომენტი. ახლა სახურავი რო დავაფარე, იმ ხორცმა ამეიწია, თავმა ამეიწია ზევით. და ახლა რამე მინდა რომ დაუტნიო, მოხდებით რომ იმას დაეჭიროს იქ. ასეთი რაღაცა, ან პლასმასი იყოს რა, წყალში რო არ დაალპეს მაგალითად. დააჭიროს იმას. გქონდეთ ახლა მთლიანად წყალშია ახლა ეს თავი. ამას ახლა დავაფიქსირებ. всё, შევინახეთ. შრომატევადი ამბავი ეს ყველაფერი. და რაც უფრო დიდხანს იქნება მარილში, მით უფრო კაია. მე ვგეგმავ სადღაც 2 თვე რო იყოს შიგნით. ანუ შეხედეთ ფიტული რო გამევიდეს, ანუ გამოდის რომ ეს ყველაფერი რაც აქვს ხორცისებური და კანი პირველ რიგში უნდა გეიბჟნას მარილით. და შემდეგ ეტაპებზე განახებთ მერე თვითონ დამუშავების პროცესს, რაფერ უნდა მოხდეს. ანუ ხორცი უნდა გამოეცალოს და ასე შემდეგ რბილი ნაწილები. ასე რომ დავამარილეთ ახლა ჩვენ. ჩავდივით უბრალოდ მარილში და
ველოდებით 2 თვე. ასე რომ იქნება ნანინა. კაი უნდა გამევიდეს. საინტერესოა. აბა 2 თვეში გნახავთ. შენახულია შკაფის თავზე ჩვენი თავი. გევიდა 2 თვეზე მეტი. აღარ არის ჩვენი ქარიყლაბია. ჯამევიყვათ ახლა და დავა პროცესი. ეს უნდა გავასუფთავოთ, ახლა გავაკრიალოთ, ხორცები უნდა მოვაშოროთ. ნახავთ ერთი სიტყვით. ზევიდა გუგული. წყალი უნდა გადავაქციოთ ახლა. ახლა ვერეცხოს ბევრი. და ვერეცხოს ყველაფერნა. და ვიხეხოს კარგად. ლორწოვანი იგენა მოშორდეს. არ უნდა დარჩეს არაფერი. ლორწოვანი. ახლა გავასუფთავებ და მე გამძერდება ხორცის საშორების პროცესი. წყალი უნდა იყოს ცივი. ზევიდა გორი. წილები უნდა გამოუხერხოთ კარგად, ნაგავი და ეს არ უნდა დარჩი. მე გაშლასდი. გასუფთავდა, გაგრიალდა. ახლა ზევიდა ზედმეტი ხორცების აძრობა. ნახოთ აბა რა გამოვა. ახლა მთავარია ეს ხორცები უნდა მოვაშოროთ ამას. ეს ხორცებია რაც არის. წყალი დაწდება მერე. მე გავამშრალოთ. და გავშრალდეს. წყალმა არ შეგვიშალოს ხელი. და იქნება ნანინა. გავამშრალოთ და ვიგებით პროცესი. ისე უნდა ამევიღოთ ხორცები, რომ კანი არ დავაზიანოთ. კანი უნდა დარჩეს მთელი. ცოტა თუ დარჩება, კანზე არ აუშვას. მინდა რომ ისე ზუსტად ახლა ვერ ვიზამთო, შანსი არა. უნდა ვეცადოთ, რომ ხორცი ამივიღოთ თლიანად. ეს არის ყველაზე რთული პროცესი ახლა ფაქტიურად. მევარი ჩიჩვილები მოდის. მაგრატელი არის კაი ამ საქმისთვის რო უყურებ მე. უფრო კარგად ამოდის ხორცები. უფრო შედეგიანია. დის რიხი. ესეც უნდა რთული პროცესი გია ბრატ. რამდენ კილოიანი იქნებოდა თქვენი აზრით ახლა ეს ქარიყლაბია? დაწერეთ კომენტარებში. უფ. გადეთ მე ამას ვაცლი ეს სურგისიგენი როა ფარფლებით. იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ხორცია და ნელი დასამუშავებელი იქნება. ზოგი არ აცლის ამას. მე ვაცლი. ჯერ ამ სურგისი მას ამოვაცლი. გადეთ რამდენი ხორცია მოყვა. არა ესთეტურად იგი თუ გახმება ეს ჟაბრები არ მაგარი იქნება, იმიტომ რომ უფრო ვიზუალს დატოვებს, არა. ნახოთ ახლა გავარკვევ უფრო კარგად. რაფერ აჯობებს და მერე ვიზამ
იმის და მიხედვით. ავასავასი და განახებთ ახლა რა დაგვჭა. ხედავთ ახლა დაგჭა ახლა ასეთი რაღაცა. მაგრამ ამას შეხედეთ რა ხელა ვიზუალს აძლევს ეს ლაყუჩები. და ეს თუ იوارგებს დასატოვებლად მაგას დავგუგლავ ახლა და ვნახავ. ერთი სიტყვით კაი ტიპი უნდა მოვიდეს. თავში შიგნით აქ ის ხორცი აქ იგი უნდა მოვუღოთ აუცილებლად. შეხედეთ? აი ასე ზოლად რომ იყოფ აქ. ოდა ამის ამოღებას მაგრატით უნდა მოხდეს. ოღონდ ცოტა ფაქიზად რა. კბილები არ უნდა დააზიანოთ თავარი. ხედეთ? ასე უნდა ჩოუჯრა კბილების გასწვრივ. ასეთი გაჭრა უნდა გააკეთოთ. ხედეთ ხო ჩანს? და ხორცი უნდა ამოაცალოთ. აქ თუ არა ეგილპება ყველაზე იოლად. ანუ ის ლამდე უნდა მიიყვანოთ რა. ძალიან ფაქიზად უნდა იმუშაოთ, იმიტომ რომ კბილები უბედურია. ამოძრე ჩიჩვილი და შეხედეთ რა ფერ დარჩა ყპა. იგი მერე უნდა გეირეცხოს კიდე. ანუ ეს ხორცი უნდა ააცალოთ რა. ეს ჩიჩვილი აქედაღა დარჩენილია და ჩანს მე მგონი. ანუ ეს ხორცები ეს თვითონ აი პლიონკასავით არის და იგი გახმება მერე და მიიღებს თავის ფორმას. ახლა ასე დეტალურად ვიტო გაჩვენებთ რომ იმ ხელაში რომ ატევადიანი ამბავია იგი რომ რამე არ გამოგჩეთ. პირველ რიგში დავარც თავში ითქვა უნდა დამარილდეს ხარისხიანად. არ უნდა დაგენანოთ მარილი. ანუ წყალმარილი არ უნდა იყოს, მარილი წყალი უნდა იყოს ფაქტიურად. და მერე კიდე უნდა ეცადოთ ყველანაირად რომ ეს ხორცები მოაშოროთ ზედმეტი, იმიტომ რომ უფრო გააგრძელოს პროცესი. ძალიან რთულია, მაგრამ რა სიზამ. ანუ უნდა დატოვოთ ეს პლიონკები. შეხედეთ ახლა ეს კიდე გასუფთავდება. აქეთ დარჩენილია. ანუ ეს ჩიჩვილები სულ უნდა ააცალოთ რა. ესე უნდა დარჩეს ტიტველი ყპა კბილებიანი. და ზევით არა ახლა ეს რაღაცები. ანუ ეს ხორცები ისე უნდა ააშოროთ, რომ ეგ არ უნდა დაზიანდეს, ეს მთლიანი უნდა დარჩეს ეს გარეკანი. ამიტომ ძალიან ფრთხილი მუშაობა გიწევთ. ჩემო ბატონო. რა უბედური სამუშაოა დაიცა. არა რო წარმოვიდგენია რა გამოვა და რა მაქვს გეგმაში. იგი მამშვიდებს. ოჰოჰო, რა ხელა თაუპა ამის ნუდი. დანით მუშაობა სახიფათოა, იმიტომ რომ შეიძლება დააზიანო ეგი, მაგრამ ნელ-ნელა ასე მაინც ეცლება ჩიჩვილი. და მაგრატელი მაინც ყველაზე მაგრად მუშაობს. ანუ მაგრატელს მიმართულებას ასევ და ასე ნელ-ნელა იღებ ხორცებს. ხედავთ კიდე რა მომენტი აქვს. ეგ კბილები, რომელიც ხორცში ქონდათ უფრო მიდებული, ეგ კბილები არ გადაყაროთ. შეხედეთ. აი ამგეს მერე გამშრალი რო იქნება დოუმატ ეფიბრეში. უფრო ეშხიანი იქნება. რა დააკრიჭავს კბილებს. შეხედეთ რა ვიძია. თვალები ამას უეჭველი ჩოუვარდება. და ამისთვის სპეციალურად ვიყიდე ხელოვნური თვალები. განახებთ მერე საცხა მიდევს. და იმგეს ჩავაწებ. შეხედეთ რა ფერ ეს ხორცები უნდა მოაცალოთ. რაც შეიძლება უფრო მეტი, იმიტომ რომ უფრო კაი უძე დარჩება. ის ჟაბრები დაუტოვე. იმიტომ რომ შეხედეთ უფრო ეშხიანს ხდის ეს ჟაბრები არის ცარიელი რო იქნება არ იქნება ისე მაგარი მე მგონი. ბატონო.
ახლა კიდე მოვასუფთავებ, გავრეცხავ და მე გადავხედავ კიდე რამე თუ დარჩა. კაი თემა. მე მგონი მორჩა. ეს ძვალია მთავარი, მე მივხვდებით რატო. და ასე გაფაჭდილები რომ ამის არ შეგეშინდეთ. ეს თავი რომ გაშრება, მე გასწავლით ერთ კაი რაღაცას, რომლითაც გამოვასწორებთ იმ ამბებს დაზიანებებს. მაგი არაფერი. ახლა გავრეცხავთ და ეგ იქნება. შეხედეთ რამდენი ხორცი დავარ. არინა ნინა. ეს შოთი და სადაცა ნაგავი ნაგავები ეს უნდა გახეხოთ ეკვილებში დაიმაში. და თულია, მაგრამ რასის. ნაგავები ცოტა ფაქიზად რომ არ ამოვარდეს. არ ამოვარდეს კიდე. ეს ჟაბრები გამორეცხეთ კარგად არ ნაგავმაიცი ჩარჩენა. იქნება ნანინა. სულთა, დავალ გავამშრალებ და დანარჩენს მივხედავ. გავამშრალებ ასე. შრალდილოში ვახვევ. ასე ჟაბრებში და просто მიადო ეს სითხე იმას ქრას. ამგენის არ შეგეშინეთ, ეს მიახმება ყველაფერი და ნება ნანინა. თვალები მოვარდა. რა მოწვიდოთ მაშინ. მოწვიდოთ. გახმება ყველაფერი. რა უშავს. რა უშავს თოხის მუშას. თვალებზე გეკითხარით. რა ვიცია შეხედეთ ბიჭო. ახლა ჩვენ გვინდა ასეთი რაღაცა. ასეთი ლამინატი და უნდა გადაჭრათ. რაღაც ასე რა რო იყოს რა. ხერხი არა მაქვს და უნდა ვიწვალო ამით ახლა. ხერხიანი დანით. არა უშავს. და მეტი დრო დამჭირდება. იგი კარგად ჭრის. ცოტას ჩავჭრი და გადატყდება. ნება ნანინა. ოპა. შედიერი. ხედეთ, ეს გიხრიდა. ასე და ამ გამოსული მაშინ და დავამაგროთ ეგ ამ ძვალში აქ. და მე დამაგრდება ეს. აი ცაბა. არა ვაცილო მთავარია. აი ეს ძვალს უნდა სიზუსტე. ძვალი უნდა იყოს სწორი. გავასწოროთ ასე. ქვევით უნდა ქონდეს დახრა. ასე უნდა დამაგდეს ეს ამბავი. და მიძოლა უნდა. ასე. იქნება ნანინა. ახლა ეს უნდა გავასწოროთ. ახლა მთავარი მიზანი არის ამისი, რომ ამ თავს უნდა მივცეთ ფორმა. რომ ასე გახმეს მე. გაჩიკინდეს. შეხედეთ რა მაგრად დგება. რა მხელა თავია კავშირს. ასე. კაი. ახლა უნდა მივცეთ ფორმა. კაი საჩალიჩო რაღაცა. რომ გავაშეშოთ ერთ ადგილას. ერთად ეს
პირი რო ქონდეს დაღებული ასე დავტოვოთ, მეტი დიდზე არ უნდა. მეტი დიდზე არ დაჭირდება. კბილები არ ჩაცვიდეს, კბილებია მთავარი. შეხედეთ, ერთი პიჭიტება. მერე გვინდა ისეთი რამე, რომ ეს თავი ასე აწეული დარჩეს. სტეპლერი და ასე რომ გაშეშდეს ეგი, კაი იქნება, ბრატ. ასე რომ გაშეშდეს, ესე იგი ეს ასე უნდა დავასტეპლერო. გაბანეს. უკვე ნელა ღებულობს ფორმას. ასეთი ფორმა მიეცა ახლა ამას. ასე უნდა გახდეს ეგ. და უნდა გააშრეს. აუ რა კაი ტიპია შეხედეთ просто. ეს ჩოუმატებ. მაინც თავის დაზღვევის მიზნით. აი ასე. პირი გაღებული კარგად აქვს. იგი გაშლილი კარგად არის. იგი დაწდება, გაშრება, გახმება და იქნება ნანინა. ეს კაია, ხალხად არ წავა. მაგრამ იგი რო არ ასტეს, ასე თუ ვფიქსირებ რამით. აი, ასეთი რაღაცა მივიფიქრე. ხპარო არ გაწვეს. აი, ამას ამოვასწრებ ჯერჯერა. ასე. ამას ჩავსვამ ახლა. და ასე. არ დაზიანდება არაფერი და იქნება ნანინა. აი გუძლო ამას. ეს ამ მდგომარეობაში ახლა უნდა გაახმეს. ეს ფორმა უნდა მიიღოს ახლა ამან და რო გახდება მერე ჩევერთვები. არ ვიცი რამდენი დრო დაჭირდება. ბოლოში ვიტყვი. ესე უნდა გახმეს ეს, მერე იქნება შეღებვა, სადაც თეთრი ნაწილები ეხება. მერე გალაქვა და ებოქსიდი ვნახოთ. თუ დაჭირდა საქმეს, თუ იქნა საშუალება, ებოქსისი ჩავსვამ და იმ სატყუარას დუურთავ, რითიც დაიჭირეს. ეს ფორმა რომ მიეცეს. რა დგას მეგონი. ესე უნდა ახლა ჩამონაწრადების შეშრობა და დავდოჩრალ ადგილას. Всё, დავაფიქსირი ახლა ასე. ყველაფერი სუსტად არის, კარგად არის. და რო გახმება და გაფშიგინდება, მერე გავაგრძელებთ ფიტულის მზადების ვიდეოს, ბრატ. ამ თუჯი რაც არის ეს არის. რაღაც ერთ თვეში შევხვდებით. დიდი დრო უნდა, დიდი დრო. არ არის მასე იოლი. შემოდეულია ფანჯრის რაფაზე და შრება. გასულია 3 კვირა. დღეს დადგა ამის შეღების და გალაქვის დრო.
მადლობა რომ გამოშრა ჩვენი ფიტული. კაი კონდიციაზეა. კაი ბიჭი დადგა და ამას აქვს ასე თეთრი ნაწილები. სადაც ტყავი გადაძრა. შეგედეთ? აი თეთრი ნაწილები აქ ამ ყბაზე და აგერ ძვალზე კიდე იმას ცოტა. იგი ახლა უნდა გავამუქოთ. კლასკას მე მგონი ააძრობს იგი. რაც ხაქვია ლაკი. და მინდა გავამუქოთ ცოტა მარკერით. ასე რომ ეს თეთრი არ იყოს რა. და გამოგდეს. იქეთ ცოტა ვიაკ. არ უნდა ასე რომ გადაუსვო. ფლოვასტეს მე თიცუსებს ვიდეო რომ შავი ფერი არ დაშტეს. მონასტრის პრო იყოს ან ნატურალურად რომ დემსგავსოს. ეს უდმევრო შეფეროს. სხვაგან არა ასე ამძრავი. შეხედეთ რა ფერ გამოგდა. Ой. Აკა ცოტაზე კიდე. დავხარეს. ორ თეთრი ლაქები მოვაშორე და ახლა უნდა ვიცალიჩო თვალების თემა რა. თვალების თემა უნდა ვიცალიჩო ახლა. ასეთი ლაქი დევიტრიე. სპრეი. მოუსინჯე სხვა ზედაპირზე და კარგად დააჯდა და ამაზე რა ჯანდაბა მოვა. ამაზე და კარგად იმუშავებს. მგონი უნდა გამევიდეს. კაი, წევიდა ახლა თვალების ჩალიჩი. თვალები, შემიცის ფერიო. აი თვალები. და ბაიები. და შიგნით თვითონ რგვალები უნდა გუგეთო. რაღაც პროტეზივით. და შეხედეთ შეხედეთ რაღაცა. და ახლა უნდა ვიცალიჩო რამე რგვალი რაღაცები, რაც აქ უნდა შეისვას რა. პროტეზები და ზევიდან დავაკრავ ამგეს. იქნება გუგული, იქნება ნანინა. მე ვიფიქრე პლასტელინიდან გავაკეთებ ას პროტეზებს რა. იქნება ნანინა. პლასტელინი და გარედან დაედება ეს პროტეზი. აი პლასტელინი ვიფიქრე და ეს უნდა ჩაუსვა ახლა კარიკლაპიას. და უვალურია.
ცოტა ნატურალური ფერი რომ მიიღოს. ვამუქი პაკეტ ხარეს. ეს გავსება რაღაცას. ვიჯო, ვიوانგვა რაღაცას. მგონი გავს თორსიც. ხარიგლაბია. იბატო. სადიძა, ხლა მეორე. ფერადება. ხეცია, ხეცი. მაგარიდან გოი მარტო არ მეგონა ხე თუ იზა. აი. ვარ თვალებია. დადგანა ნინა. იძამს იქ შუქზე ვნახო ერთი. ის შუქზეც ძალიან მაგარია ბრატ. აი. ახლა მოვხსნი ამიდან და წავა გალაქვა. გალაქვის პროცესიო. არ გავარდეს. არიდანინა. აქედან დავაძროთ რაღაცნაირად. თორქიზად. რაღაცნაირად. დავაძროთ. თორქიზად. ახლა დაზრა ახლა მეორე. ვიდეო. არი ნანინა არი. არა ნაირი დაჭა. მაგარი. ჩვენ ახლა ეს უნდა ჩამოვიდეთ რაღაცნაირად ას ნებისმიერი მხრიდან. ამ ძვალზე. ეს რომ ვატრიალო და თავლაკოთ. ახლა რაღაცას გავაკეთებ ახლა. ვიჩალიჩებ. იქნება ნანინა იქნება. ამას გავაბოხიდეთ ასე. აქ ჩამოვიდეთ რამე სინას და ვივაგობთ. აპრონის ზაფი ვნახე და ჩამოვიდეთ ახლა იმ ტუბუს მატერიალებს ლაკავ მეფერ ჩამოვიდო ახლა და რაჯობებს ხირხზე ჩამოვიდე ერთი ასე ხირხზე ჩამოვიდე Ой. О. ჩამოვიდებ და განახებთ. დამზადილია გასალაკად. ყველა მხრიდან მოვუდგები ახლა.
და ძალიან ბრუნავს. ნელა. ბიჭო. არის ნანინა. ეგ რა. Opa, nela bijo. Ari nanina. Idega, eso de. Ahora, თვალები შეუფასოთ. ერთი პირი დავასხი და ახლა უნდა გაშლოს. ოჰო, რაფერ გადაბლა. მეორე პირის დავასხით. აი. ახლა მესამე პირზე შიგნიდან დავასხმე კბილებში კარგად. მორჩა, კინო, ბოლო პირი და всё. გალაქვის პროცესი დამთავრდა. Ari nanina. Morcha. მოხსნათ ახლა ეს ამბები და გავიგეთებთ პრეზენტაციას. ეს არის ჩვენი ბიჭი. დასრულდა. ესაზეთ მოვაზრუეგი. აი გამოშრალია უკვე. შეტები გვინდა. ასე. აი ფინალური ვარიანტი ჩემო კარგებო. ფეროსტრუბაც ლაკული განზადილი. ამას ვერ ერთ კაი ფიცარს მოუნახო. გრიგოლას გამოვათლევიო და Instagram-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე და YouTube-ზე მოგრო ვიდეოში ნახავთ უკვე დასრულებული ვერსიას. და თუ გადავწყვიტე რომ გავაკეთო სიტუაციაზე თქვა ბოქსიტის თემა, მას ცალკე ვიდეოს ჩავწერე, იმიტომ რომ იქ დაი ჩალენჯი მყავს. ეს ვიდეოც ისე დიდი გამოვიდა და თლანი გამოვიდა და მაგირო გაკეთეს. აბა ძევიდა, აბა გუგუნი, ფეროსტრუბა. აუ, მე უკანაფრიდან გამოვიდა მაგარი. Ari nanina, Ari. დასრულდა, არის. ისწავლათ ერჯიკო ამბები. ვაიმე, დედაია. გამეიწერეთ არხი.